ხალხის თვალწინ ვართ მტრები, თორე ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ხო არ შეგვიძლია? არა, რა თქმა უნდა, ოთარ. რეალი და ბარსა ერთი და იგივეა, ერთმანეთით სულთგმულობენ. ჩვენ ერთნი ვართ. მოგესალმებით მეგობრებო, სატრანსფერო ფანჯარა ცუდად დაიწყო ბარსელონასთვის. ვერც ნიკო უილიამსი დაიმატა, ვერც ლუის დიასი, სამაგიეროდ იჯარით გადმოიყვანა მარკუს რაშფორდი. დაიწყეს რა უნდა და რატო დაიმატესო, მე გეტყვით. მარკუს რაშფორდი გარდა ფეხბურთელობისა არის წარმატებული საბავშვო მწერალი. ბარსას ფეხბურთელების ასაკი მოგეხსენებათ. ხო და ბავშვებს უყიდეს რა საყვარელი მწერალი რა. გაიმართა კონფერენს ლიგების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. მიუხედავად იმისა, რომ 4-ვე ქართული კლუბი დამარცხდა, გორის დილამ, ტორპედომ და იბერიამ მინიმალური ანგარიშით წააგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში ბიჭები გავედით, ვიბრძოლეთ და ყველაფერი დავდეთ, ხელში გვიჭირავს. რაც შეეხება სპაერს, ყოჩახ ბიჭებო, თბილისის დინამოს დამარცხება ფინალში მართლაც უდიდესი მიღწევა იყო, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ასე რომ იბერია უმასპინძლებს ლევადიას, გორის დილა საკუთარ მინდორზე უმასპინძლებს რიგას, ტორპედო უმასპინძლებს ომონიას, ხოლო სპაერი ვენის აუსტრიას უმასპინძლებს. რაც შეეხება დინამოს, დინამო არენამ უკვე უმასპინძლა ჯასტინ ტიმბერლეიკს. საინტერესო ვიდეო გავრცელდა ბრაზილიიდან, ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას ნეიმარი ძალიან უცნაურად მოიქცა. ნახოთ ვიდეო. ხედავთ ხალხო? არა, ხედავთ. ამ კაცმა სიმულაცია აიყვანა ზენიტში. მანამდე ხო ყველას ჯობდა ტრამვის სიმულაციაში. ახლა გოლის სიმულაციაც გააკეთა ბიჭო. გოლის. ბრიტანეთში პროფესიულ კრივში გაიმართა სატიტულო ბრძოლა უსიკსა და დუბუას შორის. უსიკმა მეხუთე რაუნდში მოიგო და კამარი დაიცვა, მაგრამ ჩვენთვის ეს არ იყო მთავარი და საინტერესო. იმ დღეს ლაშა გურულსა და ჯეიმს ფრენსის შორის ბრძოლით გაიხსნა კარდი. ლაშა იმდენი ურტყა, რომ მეტოქე მეხუთე რაუნდში საერთოდ არ გამოვიდა. შენ გენაცვალე ლაშა რა, თამამად შეიძლება ითქვას, რუსთავი ბრიტანეთი 1-0. ჩაინიშნეთ. რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ მალე რუსთავი ბრიტანეთი 2-0 გახდება. ხო რა, რუსთაველი ილია თოფურია გაზუყნის ბრიტანელ პედი პიმბლეტს. UFC ვახსენეთ და ოქტომბერში ჩაინიშნა მერაბ დვალიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა. ხო რა, აბა ბიჭო, ეხა ამერიკელ კორი სენტჰეგენს რო მარტივად მოუგებს, ეს ყველამ ვიცის და მთავარი შეხვედრა გამარჯვების მერეა ტრამპთან. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი პანამა და იქ ნახავთ გელაია კორძაძე როგორ ვერ ხვდება ვერცერთ ლიდერს, ვერცერთ ქვეყანაში. მაგათ კი არა, მეც ვერ ხვდება, მირეკავს ხოლმე, შემხვდი ოთარ დღეს საქმე მაქვს ბიჭო, საქმე. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი. დიდი მადლობა ლიდერბეთს. ჩვენი აქტიური მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა. და ჩემი და ბარსელონას ოფიციალური პარტნიორია ლუდი ესტრეა დამ. დღეს კი ჩემი გადაცემის სტუმარია იუთუბერი დავით ალავიძე, იგივე ჰიტა. მადლობა რომ მოხვედით. დავждები აქ თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. მე თელი ბავშვობა გიყურებთ ის და ეხლა თქვენთან რომ ვასწავლოთ, ესე დიდი პატივია ჩემთვის. დიდი პატივია. გამარჯობა, მე ოთარ ტატიშვილი ვარ და 160 გუნდის მაისური მაქვს. მაგარია. ეს ალბათ საუკეთესო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო, მოდი ასე ვთქვათ რა. მეც ბარსას კომაგი ვარ და ამიტომ ძალიან მაგარია. ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო იუთუბერი ვინ იქნებოდა? კვარა, ალბათ. კვარა, რატო? რაღაცა ისეთი იუთუბერობა სჭირდება, ქარიზმატულობა და რაღაცა ეგეთები და კვარას ჩემნაზეც გამოვიდოდა კარგად. აჰა, იუთუბერობა. ზოგადად რა ის არის, აი რა ფენომენია ეს იუთუბერობა? ის ახალი ხილია.
ხო. ახალი ხილია. კაი პასუხი იყო. ჭკვიანი კაცი ხარ შენ და გლობალური დათბობა როდის მოახდენს საბოლოო კატასტროფას რას ამბობენ? რავი, უკვე ახდენს ესით. ხოდა. საინტერესო რაღაცას გეტყვი მაგაზე. მითხარი. ჩემი იმიჯიდან გამომდინარე, რაღაცა ესე ეგეთი რაღაცები უნდა მაღლებდეს და მაღლებს კიდევაც. რაღაც დონეზე. კომენტარებში დამიწერეს გლობალური დათბობაო თუ გაღებებსო 64-იანი ძრავით მანქანა რატო იყიდეო? ხოდა. როგორ სტატისტიკა იცი? გლობალურ დათბობაში რაღაცებს ხო ყველაფერს თავისი წვლილი შეაქვს და მანქანებს შეაქვს ყველა გამონაბოლქვ, სადაც დედამიწაზე არსებობს დაახლოებით 2%. 2%. და ძროხებს შეაქვს 20. იმდენი ძროხა არსებობს დედამიწაზე, ფერმებში, რომ ფერმები რო არ იყოს ბუნებრივ პირობებში, ან საკვები არ ეყოფოდეს, ან რაღაც გელი შეჭამდა რაღაც და. და ქათმებზე არის სხვათა შორის კიდე 10% და. მეთქი ახლა 2% თუ შედის სულ თელ გლობალურ დათბობაში მანქანებზე, ახლა ერთი ჩემი მანქანა რაღაც უდავს რა. ანუ დრო გვაქვს კიდე. მე რატო გეკითხები, იცი რომ ბარსა მოასწრებს ლიგის მოგებას, სანამ კატასტროფა მოხდება? მაგიტო თუ მეკითხებოდი მოასწრებს, არ მაგდენი არ დაჭირდება. არ დაჭირდება. გლობალურ დათბობაზე რამდენიმე ათეული წელი არის ისეთი, რომ აი კიდე კაფეო ეფექტი ვიგრძნობთ, ახლა თუ რაღაცა ბევრი ცეცხლი არ დავანთებს. მაგარ სიცხეში მოიგებს რა, ანუ ბარსელონა. კაი ამინდები უყვართ. კაი ამინდები უყვართ. ეხლა 160 IQ-იანი კაცი ხარ შენ და ბარსას ფანი ხარ თან და ჭკვიანი კაცი ხარ თქო თქვი ერთხელ და კიდე გავიმეორებ. ხო და აი ეს მაღალი IQ-თი ეს ადამიანი წარმოიდგენდი 2 წლის წინ რომ დემბელე ოქროს ბურთის კანდიდატი იქნებოდა. ეგ ვერავის წარმოედგინა რაღაცნაირად. შენ როგორ დამოკიდებულებული აქვს დემბელეს მიმართ? როგორც ბარსას კომპლექსს. რავი, შენ თუ უყურებ ჩემ გადაცემას ხშირად. ერთი-ორჯერ კარგად ვაგინე. ერთი-ორჯერ კი. არა, ისე კაი ბიჭია. არა, ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის ახლა რა თუნდა საუბარი. ეხლა წელს დემბელე იგებს, ხო? ფავორიტი ეგ იყო ბოლოს როგორც ფავორიტია კი. ეკუთვნის კიდეც რა გინდა ეხლა რასერჩი. მაგრამ შენ თუ წარმოიდგენდი 2 წლის წინ. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მაგას. რაფინია უფრო მიცემდი ოქროს ბურთს წელს თუ დემბელეს? წელს დემბელეს. ნამდვილად ობიექტური გადაწყვეტილებაა. ობიექტურია ხო, ეხლა გინდა არ გინდა მოგწონს არ მოგწონს, ეგ კი აღნიშნა გოლი ჩვენ რო გაგვიტანა, მაგრამ ხო, ეგეც რა. მაგაზე მიიღო უკვე თავისი და ეხლა ოქროს ბურთი. ახლა დაუსაბუთე შენ ახალგაზრდა მაყურებელს, რატომ უნდა იყვნენ ბარსელონას ფანები? მე რატო ვარ მაგას ვიტყვი? აბა და იქნება ეგეც გამოადგეს ფილმის. ხო, კი ბატონო. მე რო დავიწყე ფეხბურთის ყურება, დავიწყე რონალდინიოს გამო და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი რონალდინიოა დღემდე და ალბათ სულ ეგრე დარჩება. და იცი რა, რონალდინიო იყო ადამიანი, ვის გამო შემეძლო მეყურებინა თამაშს და მიიღო მაქსიმალური სიამოვნება. იმიტომ ყველა ბურთზე შეხება იყო რაღაცა გრანდიოზული და მე იქიდან მომყვება. ახლა რატო უნდა უყურონო? ეგ რავი, ალბათ ეხლა შეიძლება იამალის გამო უყურო უფრო, მანამდე მესის გამო უყურებდი. ანუ მე მგონია რომ მაინც ჯერ პერსონას უფრო ირჩევ და შემდეგ გუნდს თუ დავეთანხმები მაგაში არ ვიცი. ხო, რა ვიცი. მაგრამ ის რამე მკვირს, ანუ მე ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ დიდ ყურადღებას რონალდინიომ რაც თამაშს დაანება, თავის შემდეგ დიდად აღარ უყურებდი და ახლა კვარას გამოჩენის შემდეგ ისევ გავაგრძელე ესე აქტიურად თვალის დევნება, მაგრამ ეს ბარსას სიყვარული რომ მქონდა ბავშვობიდან მოყოლებული. რომ მაგაზე მეტად მიყვარდა, მაგაზე მეტად მიკვირდა რეალის სიზულვილი რანაირად მქონდა. იმიტომ რომ ზოგადად არ მძულს არაფერი ცხოვრებაში და რეალი გძულს? აი რეალი, აი ძალიან, აი მინდა რომ არ არსებობდეს. შენი IQ ეხა ავიდა 180-მდე. და აი რასაც ხედავ, ჩემ თავში ვეხსნი, როგორ შეიძლება ესე რაღაცა გაღიზიანებდეს და ეხლა ბოლოს რაც ვნახე რეალის თამაში ატლეტიკოს რომ მოუგეს პენალებში რომ ორჯერ შეხება დაფიქსირდა. აი
ეგეც ხო რაღაცნაირი იყო და თითქოს სულ ეგეთი რაღაცები ხდება რა თვალშიაც გაუმართლებელი. ვიდეო ქონდა შენ ესეთი მიმოხილული რა არის პირამიდების ქვემოთ. და ერთი თუ ძმახარ მითხარი ამ ბერნაბეუს ქვემოთ რა არის ხო არიც? არ ვიცი. ამისთან თას რო იგებენ, ამდენ თას რო იგებენ, რა არის? ეგ რადარებზე არ ჩანს. არ ჩანს? პირამიდები ჩანს და ეგ არ ჩანს. პირამიდები მოესწრებიან ქართულ საფეხბურთო გუნდებს ევროპულ ტურნირებზე, ანუ ლიგის ფაზაზე. მე მგონი მოესწრებიან მაინც, იმიტომ რომ ეს ნაკრების წარმატებები როგორც მიდის და კიდე ეს ქართველი ბიჭების კი მართალია რომ ყველა თითქმის საზღვარგარეთ თამაშობს, მაგრამ რაღაც დონეზე კლუბებზეც გადმოვა ალბათ, ხო, ეგ წარმატება, მე ესე მგონია. ანუ მოესწრება. კი, იმედი მაინც გქონდეს. კონფერენც ლიგაზე მაინც გავა. ერთი გუნდი. კი. იქნებ წელს მოხდეს ეგ. მოხდეს, რავი, რაც უფრო მალე მოხდება. კარგი. შენ მერაბ დვალიშვილზე გააკეთე ზუსტად 24 წუთიანი ვიდეო. რატომ არის მერაბ დვალიშვილი გენიოსიო, ხო და ახლა კარგი ვიდეო იყო, მაგრამ მე მაინც აი შენიშვნის სახით გეტყვი რომ რაც უნდა და მაგას 24 წუთიანი ვიდეო. ერთ წინადადებაში შეგიძლია თქვა. აბა. ვანელია და ყველა ხონელს უყვარს და გენიოსია, აბა რა არის. შეიძლება და ეგ დამეწერა სტატუსად და ძალიან იქნებოდა. ისე შენი აზრით რა ჰკითხა ტრამპს მერაბმა? მაგაზეც ქონდა ვიდეო. რა და რას ფიქრობ საქართველოს ევროპულ მომავალზე? მერე რა უპასუხა? ტრამპა უთხრა რომ ჩვენო სხვა კონტინენტზე ვართ. ანუ სასტრაფოდ უნდა შევახვედროთ მაკრონს, ამის თქვა გინდა? არ ვიცი, რაღაცა ძალიან უცნაური იყო ეგ მომენტი თვითონ რა, ეგ რაღაცა ოფლიანი ეს სისხლიანი ნაბრძოლი კაცი რო გადახტა და ჩაიხუტა ტრამპს და აი რა შეიძლება ეთქვა, აი ძალიან კომიკური. ისე რას ფიქრობ ამ კორი სენთჰეგენთან რას იზავს მერაბი? მე მერაბის ბრძოლებზე იმდენი ვინერვიულე უკვე რომ ეხა კორი ვეღარ ამაღელებს ესე მგონია და მერაბს ისედაც არ ანაღლებს. მერაბი ისედაც მაგარი. მერაბს მით უმეტეს არ ანაღლებს. კარგი, ფეხბურთს დაუბრუნდეთ, ესეთ სერიოზული კითხვა მინდა დაგისვა. ანუ აი ტექნოლოგიების განვითარება რა გავლენებს და ცვლილებებს მოახდენს ფეხბურთზე? ერთი ვარი ხომ მოახდინა და კიდე ეგეთი მნიშვნელოვანი არ ვიცი კიდე რა შეიძლება მოახდინოს. თან რაღაცა ესეთი დიდი ცვლილება როცა ხდება ფეხბურთში. შემდეგ რამდენიმე ათწლეული თითქმის არაფერი არ იცვლება, ხო? ესე არის, რაღაც ყვითელი ბარათი თუ სწორად მახსოვს 70-იანებში დაემატა. აფსაიდით სადღაც კიდე ეგრე. ეხა ვარი დაემატა და კიდე რა, ეგეთი. მნიშვნელოვანი არაფერი. მნიშვნელოვანი. აწი რა შეიძლება დაემატოს? რავი, რობოტები თუ ითამაშებენ, თორე მეტი რა უნდა მოხდეს. AI ფეხბურთელები თუ იქნებიან. AI ფეხბურთელები. და ChatGPT და Grok-ი და ეს რაღაცა Gemini რო ეთამაშება ერთმანეთს. აი შენ ხარ ქუთაისელი. კი. მე ვარ თბილისელი. აი რატო ჭამენ ხოლმე ჩვენი გუნდები ერთმანეთს ასე? არ ვიცი. მე რო ვიზრდებოდი ქუთაისში, იქ იყო ესეთი ამბავი, რომ რაღაცა ნაციონალური დღესასწაულებით იყო, რომ აი თბილისის დინამო თუ ჩამოდიოდა, სავალდებულო იყო, რომ წასულიყავი და იქ გეკომაგა სტადიონიდან და ეს რაღაცა ღირსების საკითხი იყო უფრო, ანუ ეგეთ დონეზე იყო რა. და იქ სტადიონზე ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა კიდე. მაგალითად? ბევრ რაღაცას ისწავლიდი კაცი. მაგალითად? გინებას? გინებას, აუ შეძახილებს კრეატიულს, იუმორს, ან ყველა რაღაცნაირი სხვანაირი გარემო იყო რა, ეგეთ რაღაცებს სხვაგან ვერ ნახავდი რა. ამას წინათ ვნახე კვარა მისულა ფულ რუმ მაფიაში სათამაშოდ. შენ ხო ითამაშე კვარასთან ერთად? კი. ხო და რა შვება, მანდაც ატყუებს ხალხს? ან მაგარია მართლა კვარა. ანუ ნახე, კვარა არის ისეთი სპორტული მენტალიტეტის ადამიანი, რომელიც იმენად ვერ იტანს წაგებას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რაში წააგებს და ამიტომ არაფერში არ უნდა წააგოს. ჯეინანშიც რომ მოვგო, შეიძლება რეალი ამოტენოს 4-0. და მე რაღაცაში ბურა რომ მოვუგო, შეიძლება მაგის გამო ვერ დაიძინოს. ანუ ეგეთი ტიპი. ამიტომ ყველა ფერში ბოლომდე იხარჯება. გასაგებია. ახლა ჩამოგითვლი მე შენ რამდენიმე YouTube კონტენტს და მითხარი რომელ ფეხბურთელს გამოვიდო და YouTuber-ობა ყველაზე კარგად. აი ის რო არის, ჩემთან ერთად გაემზადე
რა, ანუ get ready with me. ხო. ხო. აბა მითხარი. get ready with me ვის გამოვიდოდა? ხო. ლეაოს. რატო? ყველაფერს ველოდებოდი ხა? რაფარ ლეაოს გარდა ყველას ველოდებოდი. რატო? რაღაცა ისეთი ტიპია, რეპერია და რაღაცა კარგად იცნობს. კრისტიანუს დაიგრიმებოდა, გაიკეთებდა ვარცხნილობას. შენ მაგპას ვხსენებოდი? ჩაიცმევდა. არა, მე ჩემი აზრი მაქვს რა, უბრალოდ. კრისტიანუსაც ბევრი რამე გამოვიდოდა, მაგრამ მაგაზე უფრო ლეაოს ვიტყოდი. მოგზაურობის კონტენტი? მოგზაურობის კონტენტი ვის გამოვიდოდა? იბრას. Zlatan around the world. დასე დაარქმევდა არხს რა. კარგი, იბრა on the road. ხო, იბრა. მუკბანგი, ანუ ეს საჭმელის ჭამა. მუკბანგი გამოვიდოდა კიჭარონალდოს და ადრიანოს. სავიოლასაც. სავიოლა არ მახსოვს როგორია. სავიოლასაც გამოვიდოდა. კარგი, ფრენკები? ფრენკები გამოვიდოდა კუკურელიას. რატო კუკურელი? რაღაცნაირი სასაცილო ადამიანი. რაღაცნაირი ფრენკული ადამიანი. კარგი და საგანმანათლებლო ვიდეოები? საგანმანათლებლო ვიდეოები გამოვიდოდა იამალს. და ის პატარა ადამიანებს რაღაცა გაკვეთილებს ჩაუტარებდა. ეხლა შენთან მაქვს ესეთი თამაში უნდა შემოგთავაზო, დავარქვი ჰიტა versus ChatGPT. ხო. მე შენ დაგისვავ კითხვებს და შენ შენი აზრი უნდა მითხრა და მე მეგეტყვი ChatGPT-მ თავისი აზრი რა დააფიქსირა და აბა ნახოთ როგორ დაემთხვევა და ნახოთ ისიც ხალხი ვის უფრო დაეთანხმება, შენ უფრო დაგეთანხმება თუ ChatGPT-ს. ხო, ChatGPT-ს ამბზოლა დააზნელია. კარგი, მოდი დავიწყოთ. ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე? ChatGPT იტყოდა იაშინს, ხო? წარმატებებიდან გამომდინარე. შენ გონია რომ შენთვის მამარდა იქნებოდა. შენთვის მამარდა, მაგრამ გონია ChatGPT იტყოდა იაშინს, ChatGPT-მ თქვა ჯან-ლუიჯი ბუფონი. ვა, ესე იგი ცოტა განვითარებულა. ვინ არის ყველა დროის ყველაზე სიმულიანტი ფეხბურთელი? ყველაზე სიმულიანტი? ხო. მე ნეიმარი ძალიან მიყვარს, მაგრამ ხო. ნეიმარიც ცოტათი არის. ყველაზე არ არის, მაგრამ ნუ მაინც ნეიმარს ასახელებ. აქ ChatGPT გეთანხმება. ვა! და ამბობს რომ ნეიმარია ყველა დროის ყველაზე სიმულიანტი ფეხბურთელი. ყველა დროის ყველაზე მექალთანე ფეხბურთელი. კარგი, იყოს, მოდი. აბა, რა ხალა. მე მირჩიე, ცოტა მიმანიშნე ვინმე. შენი აზრითაც. მე რა მიგანიშნო ChatGPT-მ ვინ თქვა? არა, შენი აზრით ვის იტყოდი? ხო, ჩემი აზრით პატარაა, მაგრამ იამალს ვიტყოდი. იამალზე შეიძლება მართლა. კაი, მეც ვიტყვი, იამალი ხო, ChatGPT არც მე მეთანხმება არჩენ და ჯორჯ ბესტი დაასახელა. ასეთი ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი, ჯორჯ ბესტი. ვინ არის ყველა დროის ყველაზე დაუმსახურებლად ოქროს ბურთის გამარჯვებული? ანუ დემბელეს აქ ვერ იტყვი ჯერ არა. დემბელე იქნებოდა ალბათ. ჯერ არა. თან თოდო არის. ხო, დემბელეა ცოდო და მე და შენ ვართ ისა რა ქვია. პარი სენ-ჟერმენში თამაშობს. გაუ ChatGPT-ს აზრითაც უნდა გამოვისო, მაგრამ არ ვიცი, ანუ ისე შენი გულწრფელად ვფიქრობ ესე რომ აუცილებელი არ არის ChatGPT-ს. ოქროს ბურთი ვინც მოიგო, ანუ თაც დაუმსახურებელს ეხა ვერ იტყვი. ნუ ვერავის რა, მაინც დავაინც. კაი, აი ChatGPT ამბობს რომ მაიკლ ოუენიო. ოუენია არათო არის დაუმსახურებელი. ნუ ChatGPT ამბობს. კარგი თქვას. ვის აქვს ყველა დროის ყველაზე უაზრო ვარცხნილობა? ყველა დროის უაზრო ვარცხნილობა. აუ, უაზრო ვარცხნილობები ძალიან ბევრი მახსენდება. ხო, აი შენი აზრით ყველაზე? მაგრამ უაზრო ხო არ ნიშნავს ცუდს. რა ვიცი, ნუ უაზროც აბა კარგია. ანუ, კაი, ChatGPT იყო და შეიძლება რონალდოზე. წინ რო თმა ქონდა, მაგრამ ეგ ლამაზი იყო და უხდებოდა. იყოს ეგ პასუხი.
რონალდო. ChatGPT გეთანხმება. კი, ლუის ნაზარიო რონალდო. კი ბატონო. და ბოლოს, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ყველა დროს? ყველაზე ნიჭიერი. მე ჩემი აზრი აქ მაქვს, ChatGPT არ მეთანხმება, მაგრამ დეიმარი უეჭველი. მე ვამბობ, რომ გიორგი კინკლაძე. იგიც ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ზარმაცია. ჩემი აზრით. და ეს ამბობს ადრიანო. ადრიანოც მომივიდა თავში სხვათა შორის სანამ ნეიმარს ვიტყოდი. არა. ადრიანო ზარმაცი რო იყო, მაგიტო გახთა, ეხლა როგორიც გახთა? რა ვიცი. ასე ამბობს ChatGPT, რას გაუგებ ამ ChatGPT-ს? აუცილებლად ბრაზილიელი იქნებოდა მაინც. აუც კი, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ გიო კინკლაძეც კარგად ჯდება. ეხლა სად ადრიანო და სად გიო კინკლაძესთან ადრიანო ვერ მივა, ვერც თავის ტექნიკით და ვერც მოედნის ხედვით და ვერც ვერაფრით, მაგრამ ის კიდე უფრო ზარმაცი იყო. ბოლოსკენ დამისახელე შენი აზრით 5 ყველაზე მაღალი საფეხბურთო IQ-ს მქონე ფეხბურთელი. ძალიან კარგი კითხვა, მაგრამ მოდი ერთად ვიმსჯელოთ. შენც რო მე უნდა ჩამტენოს მაინდა. შემომეშვი. კარგი, მე საფეხბურთო IQ. ალბათ პირლო, ანდრეა პირლო. კი ბატონო. ხავი. მოდრიჩიც ალბათ, მაინც. მოდრიჩი, ლუკა მოდრიჩი. კიდე ვინ იქნებოდა? პელე და მარადონა არა? კი, მაგრამ ცოტა გამნაწილებელს უფრო ფიქრობ IQ-ს, ან თამაშს რო აკონტროლებს ეხა. ვიტინია როგორც რაღაცა ეგეთი. მარადონა სადაკონტროლებდა თამაშს. მარადონა რა საკონტროლებდა ერთი. ამ პელე რა თამაშს აკონტროლებდა, რას ლაბა. ეგენი ბურთს აკონტროლებდა. ამ რა არის, პელე და მარადონა ისეთები არიან, რომ რაც არ უნდა თქვა, მაშინ ყველაფერში უნდა ჩასვა და. ეს კრიტერიუმი მოდი ცოტა სხვას დავუტოვოთ. მოდი ვთქვათ, რომ მეფეების გარდა. კაი, ხო. მეფეების გარდა. კაი, პირლო, ხავი, მოდრიჩი, ზიზუ და ყიფიანი. ზიზუ და შვენიერი, ძალიან მაგარია. მე მგონი ნორმალურია. კი, მე მგონი ნორმალურად გამოგვივიდა. მოკლედ, დიდი მადლობა რომ მოხვედი სტუმრად. გამონახე დრო. წარმატებებს გისურვებთ, გულშემატკივრობთ. დავით ალავიძე, იუთუბერი, იგივე ჰიტა იყო ჩემი სტუმარი. მადლობა დაპატიჟებისთვის. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.